იცით გივის სიხარულიძე რამდენ აზიდვას აკეთებს? ყველას. მე ავიწი 105-ჯერ ერთი აწევი და ჩემი ამ ხალხი მეჯიბრებოდა და რო ავიდა 67-ზე უკვე აღარ შეუძლია ყდება და ჩემო მეგობარმა უთხრა ბიჭო შეეშვი სანამ მეორე საფლავერი გაგვიწრია შეთვის საკო. ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდა რომ ქაღალდის 25 ლარიანზე გივის სიხარულიძეა გამოსახული. და არც ის გეცოდინებათ რომ გივი რომეოს როლზე დაამტკიცეს, მაგრამ სპექტაკლი ჩავარდა, საწამლობმა არ იმოქმედა. ის და მსგავსი ხუმრობები, რომლებმაც სრულიად ქართული ინტერნეტ სივრცე მოიცვა, გივის სიხარულიძის საჯარო ნაწილია, რომელზეც თავადაც ხუმრობს და ამბობს რომ კაცი მაშინ ბერდება, როდესაც სანამ მამაკაც ხალის დიდი მოთხოვნილება, ის კი არა პროსტო მოთხოვნილება, როძინას დიდი მოთხოვნილება ის არის ახალგაზრდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თბილისის კოლორიტი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, შევეცდებით გივის სიხარულიძე ყველა მხრიდან დაგანახოთ. იუბილე ვახსენეთ და ამ უკანასკნელის ასაკთან დაკავშირებით თბილისელებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. იქნება ერთი 60-ის შეხედულება აქვს, მაგრამ ვიცი უკვე რამდენი წლისაა დაახლოებით და არ გამოარო არ ვთქვა. ვიცი 60-ის პერიოდი. თქვენი აზრით რამდენი წლისაა გივის სიხარულიძე? ალბათ 65-ის. 50-ის. 60 წლისა. 75-მდე იქნება. აი მე ვერ გეტყვი. 70-მდე ალბათ. მოდით ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით. გივის სიხარულიძე დაიბადა 1944 წლის 28 თებერვალს მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 95 საშუალო სკოლა. ამავე დროს სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1961 წელს გახდა სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი. არის ჩოქბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე. გამოცემული აქვს 17 წიგნი, მათ შორის მის ანგარიშზეა მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის ლადო ათანელის ბიოგრაფია ნოველებში. ეს აი საქართველოს პირველობაზე რომ გამოვდიოდი წყლის თხილამურებში, ცალი თხილამურით ვარ. ეს მე და მანან აბაზაძე რო ვცეკვავთ. აი მე და მანან აბაზაძე პარიზში, ეს ამერიკაში რო ვართ, აი ნინო რამიშვილი და მე მთელი ანსამბლი ამერიკაში. მთელი კოლაჟი მაქვს, კოლაჟი აი გაკეთებული ნახეთ. ისა როგორ არის ისეთ ეხლა რადგან 60 წელი შემისულდა ხო უკვე ვიფიქრე რომ მაინც გამოუშემეთქი ჟურნალს ჩემ ბიოგრაფიით ვინ რა მომიძღვნა ვინ რა თქვა და ამ ერთ ჟურნალში არ ჩაეტია ამიტომ გადავწყვიტე რადგანაც ჟურნალში არ ჩაეტია უნდა ისავქნა რა ქვია წიგნად გამოუშვა ამ ღონისძიებას მიხდის მე ვარ მწერალთა ეროვნული აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე და აი უყურეთ აი აქ აწერია რომ ეროვნული აკადემია მწერალთა ეროვნული აკადემია მიხდის ესე იგი ამ მისი ყველა მიღწევის ჩამოთვლა ძალიან რთულია. უკვე 70 წელს მიღწეული კოლორიტი იუბილისთვის სამზადისის დროს გადავიღეთ. დაბადების დღეს გალა საღამოს სახით აღნიშნავს. ესა ჩემი მეგობრის ოფისი, სადაც რომელიც მეხმარება მე ყველაფერში აი ამ საღამოს მოწყობაში და ძალიან ნერვიულობ ჩემი გულზე ერთად წერთ რა ყველაფერს მოსაწვევებს ჩვენ მეგობრების სიებს რა ვიცი ნუ მთელი ამბავი. სამგალი. აი ამ ანგელოზებს უყურებ წყნარდები ხოლმე აქ რა გამიგე? იძახიან რომ ვითომ ეს მფარველობდა მე რომ ვჩნდებოდი მაშინ. იზება ბატონო ვახტანგ მოვედით ჩემი მეგობარი ვახტანგ ვებხვაძე ბიზნესმენი რომელიც ყველა ესე იგი ინტელიგენტ ადამიანს და გაჭირებულს და ნიჭიერს გვერდში უდგას ჩემი ვაჟა უთარაშვილი ცნობილი მწერალი საზოგადო მოღვაწე პოეტი, მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამავე დროს არა, ერთად ვარ. როგორ ეკატება. თავის ასაკს ხმამაღლა აჟღერებს და კიდევ უფრო ამაყად ამბობს იმას, რომ სიბერეს არ უშინდება, მაგრამ ერთი უცნაურობა მაინც ახასიათებს. მე ახლა რომ ვწები, მე მარტო ვცხოვრობ ახლა და დიდი ბინა მაქვს და მარტო ვარ. ყოველ ღამე ყბას ვიკრავ აესე. ის იმითი რა ქვია, ბაწრით და ფეხებსაც ვიკავ და ესე ვწები, რატო იცი ღამე რომ გავიპარო უცბად და მოვკვდე. ესე იგი ყბა არ მქონდა ჩამოვარდნილი ასე. მე არც მაშინებს, ხო და იმიტომაც ვაყირობ, ეს ხელ დაურეკე
ჩემს მეგობარს ალიკა ოღლიშვილი და მე უთხარი რომ მოდი ბიჭო მეთქი ვერავარ რაღაც ცუდად ვერ ვარ კარგად მეთქი და კარები დავტოვე ღია აკაკუნებს არავინ არ უღებს და რომ შემოვიდა რა ეხლა შემოვიდა და ხედავს რომ წევარ ლოგიში აკრული მაგეთ და ვაიო რო იკივლა და მე უთხარი ვერ ეღირსები 187 წლიანი ყბა აკრულს წინავს, მაგრამ სიბერის არეშინია. იმასაც გვიმხელს, რომ მასზე დაწერილი ხუმრობები არ აღიზიანებს. პირიქით, უხარია რომ ხალხს ახსოვს. და მთელი ჩემი ცხოვრება ანეკდოტია და რა თქმა უნდა იყოს ანეკდოტები. და როცა ჩემზე აღარ იშაყირებენ, როცა ჩემზე ანეკდოტები არ იქნება, როცა ჩემზე აღარ ისაუბრებენ, როცა მე აღარ შემაგინებენ, მაშინ ჩათვალეთ და გივის სიხარულიძე გარდაიცვალა. ხუმრობები კი მოგეხსენებათ, რომ გივის სიხარულიძეზე ბევრია. ბოლო წლებია ამ უკანასკნელს გივის სიხარულიძე ნორისის სახელით მოიხსენიებენ და ამერიკაში კოლორიტად ქცეულ ჩაკ ნორისთან აიგივებენ. სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც კი შეიქმნა. გივი ჩაკ ნორის სიხარულიძე მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მე მინდა რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მყავს საპატივცემლო ვიც მინდა გავაცილო იმ ქვეყანაზე და მე წავალ ამ ქვეყანაზე. ჯერ ისინი უნდა გაუჩვა. და სულ ყველა დიდუბის პატეოში უნდა დავმარხო. იმსახურებენ ისინი. თავის უნიჭობით დიდუბის პატეოში. ხუმრობები იქით იყოს და ცოტა ხნის წინ ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. პროექტს ეკავენ ვარსკვლავებშიც მოგვევლინა. რამოდენიმე ტურში ფავორიტის სტატუსის მოპოვების შემდეგ კი გადაცემა დატოვა. ნამდვილი მიზეზი გივის სიხარულიძემ ჩვენს კამერასთან გააჟღერა. მე არავის არ ვეჯიბრებოდი, მე ვეჯიბრებოდი საკუთარ თავს. მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ გივი შენ შეგიძლია ყველაფერი და მართლაც ეხლა სუათიანებს ვიღებდი, ცხრიანზე ნაკლები არ მიმიღია. და სუათიან პასადობლი ყველაზე ძელცეკვაში მიიღო სუათიანები და ბოლოს ოსურშიც სუათიანები მიიღო. მე იმიტომ წამოვედი და ბოლოს აღარ გავაგზავნე მოვიმიზეზე ვითომ ავად ვიყავი. იმის გამო რომ მე უნდა მეცეკვა რაღაცა ცეკვები ისა არა მამაკაცური რა. აი რაც მამაკაცური იყო ტანგო, ფოქსტროტი და კაცური როა რა. ისინი ვიცეკა და მე სამასხარო არ გავხდებოდი რაღაც ყვითელ ტანსაცმელში ვერ გამოვიდოდი და ავდექი და დავანებე რაფერე თავი ვითომ ავად გავხდი. თუმცა ის რაც სახლს გარეთაა, ხშირ შემთხვევაში კარებთან ვერ რჩება და მარტო დარჩენილი იმ სახეს იღებს, რომელიც ბევრმა ჩვენთაგანმა არც იცის. იუბილისთვის სამზადისში მისი წიგნების უნიკალური კოლექციაც დავათვალიერეთ, რომლებიც სპეციალურ ყდებშია მოქცეული. აი ჩემი მეგობარია მურმანი ქვია მას, მურადი მურმანი, ძნელაძის ქუჩაზე აქვს სახელოსნო, არის მხატვარი, შემოქმედი კაცია და ამ სახელოსნოში აკეთებენ სხვადასხვა ნიმუშებს, აი აკეთებენ მაგალითად ხანჯლებს, კამრებს, ნუ 1000 რამეს. და გიждდება ამ ჩემს ნაწარმოებებზე, ჩემს მოთხრობებზე და აიყურეთ რა ქნა. იმის და მიხედვით, შინაარსის და მიხედვით, აი ნახეთ, აი იამური წვიმის წვეთი. ხედავთ წვიმის წვეთს, აი ეხლა აი ეული აწერია, ხედავთ, ჩემ მოთხრობა ეული პირდაპირ აწერია. აი ეს სხვა, ეხლა უყურეთ, აი ის პლუს მე. აი ხედავთ, აწერია ის პლუს მე. ქალზე ესა ჩემი შემოქმედება, ეს რჩეული, ვაიმე. ხო, ანა პლუსი აი რუსულად გავათარგმნე, ხედავთ? აი ეს არის საოცარი წიგნი და ესეც როგორ გააკეთა. ეხლა უყურეთ თბილისზე მაქვს, სულ თბილისზეა, ეს თბილისური ნოველებია, ნახეთ როგორ გააკეთა თბილისი. ხედავთ, საოცრება. ეხლა ეს ნახეთ. აი ეს მწერალთა კავშირმა ნიკოლოვსკი ფარიძის პრემია, როდესაც მომანიჭეს, აი აწერია. ნიკოლოვსკის პრემია მაშინ დამაჯილდოვეს ამით. ესეც ხო აი ხო სამზადისის ნაწილია, აი ჩემი ჟურნალები, რომელიც უნდა დაურიგო ჩვენს მოსულ სტუმრებს. გივის სიხარულიძემ გააცოცხლა 60-70-იანი წლების თბილისის ბოჰემური ცხოვრება, რაინდული სული, სიყვარული ადამიანებს შორის. ის უბრალო ვაჟკაცური ურთიერთობა, რითაც ლამაზი იყო, მომხიბლელი იყო, სულ სხვა ხიბლი ჰქონდა იმ თბილისს. ახალგაზრდობის პორტრეტების და დიდი ბიბლიოთეკის გარდა, სახლში კიდევ ერთი კუთხეა გამორჩეული. მისაღებო თაღში გივის სიხარულიძის მეუღლის პორტრეტი კიდია. რუსუდან სიხარულიძე 18 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა დღემდე თბილისის კოლორიტის ერთადერთ სიყვარულად რჩება. 18 წელი გარდაიცვალა. 2 მილიონი შემოტევა მქონდა ქალებისგან, ამერიკიდან დაწყებული, საფრანგეთი, საქართველო, არასდროს. ისე მოკვდები, რომ არავის არ მოვიყვანა. ამის ადგილს ვერავინ სოფლიოში ვერ დაიკავებს.
ცნობილი ფაქტია, რომ გივი სიხარულიძე მანდილოსნების გადამეტებული სიყვარულით გამოირჩევა. ამბობს, რომ ცოლს ღალატობდა, მაგრამ დღესაც მისი ერთგულია. მე როგორი კაცია ხო, მთელი ცხოვრება ღალატობდი ხო ჩემ ცოლს. ხან ერთთან ვიყავი, ხან მეორესთან, აი ეს ერთს არ კვდებოდა სიცილით ამ ჩემ ღალატზე. იტყუება გივი სიხარულიძე. გივი სიხარულიძე ხა იტყუება, ეს არის პათოსი იმისთვის, რომ რაღაცა შოუ შექმნას. გივი სიხარულიძეს ნარი ერთგული ქმარი სანთლით იყო საძებნი. იმიტომ რომ მე ძალიან ახლოს ვარ, ჩემი ოჯახი არ ფაქტიურად, ხო? და არავინ არ დაიკვეხნოს ის მოვლა, რაც ქალბატონ რუსუდანს ჰქონდა, მით უმეტეს უკვე რაღაცა მძიმედ იყო ბოლოს და გივის ექცნები არ შეუშვია პალატაში და თვითონ უვლიდა. ეს მას ახლა სათქმელად აქვს ეს ყველაფერი და რაღაცა იმუნიტეტივით აქვს გამომუშავებული. იმიტომაც ვერ მოიყვანა შემდეგ ცოლი და იმიტომაც დარჩა მარტო. ესო ცოცხალი იყოს, ხო, პირობას დავდებ, ხელს მოწე, ჩემ ცხოვრებაში. და თვალებს ავიხებ და ქალებს არ შევხედავ რა, საერთოდ. ოღონდ ცოცხალი იყოს. ჩემთვის იყო ერთადერთი და ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ერთ-ერთი ქალი იქნება და მის ადგილს ვერაზობს ვერანაირად. 28 თებერვალს გივი სიხარულიძეს 70 წელი უსრულდება. ეს უკანასკნელი ღირსშესანიშნავ თარიღს მეგობრების, კოლეგების თუ უბრალოდ თაყვანისმცემლების წრეში საიუბილეო საღამოზე აღნიშნავს და ბოლოს გივი სიხარულიძის ცხოვრების რეცეპტი. ჩემი რეცეპტი ესეთია. ბითურია ის კაცი, რომელიც იმაზე მეც ინდომებს, რაც შეუძლია. მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რაც შეგეძლია. და მეორე, ესე იგი, მთავარი რა არის ცხოვრების მასაზრებელი წყარო რა არის, რომ უნდა გქონდეს ყოველთვის მიზანი. იმედით არ უნდა იცხოვრო. არც ოცნებით არ უნდა იცხოვრო. უნდა იცოდე რა შეუძლია შენს პიროვნებას. ბერდება ის კაცი, ვინც სულით ბერდება.